და მამისათა და დისათა და სულისა მედისათა. კიდევ ერთხელ გილოცავთ და გაბრიელ ეპისკოპოსის ხსენების დღეს ამ ტაძრის მაკურთხევას განსაკუთრებით მის სახელზე არის ეს სამლოცველო და პირველად აღევლინება როგორაც წმინდათა ცხოვრება არა მარტო ისტორიაა და ეკლესიის და წასული, არამედ ატყოში ყოფ ქრისტიანებისთვის მაგალითი ქრისტიანის ცხოვრებისა. უფლის ეკლესიის თავდადების, მოწყალებისა, სიმართლისა, ერთგულებისა და სწორედ ესეთი მაგალითი ჩვენთვის არის მინდა დიდი მღვდელმთავარი გაბრიელი. ყველა სფეროში მათ ეკლესიას ეხება ყველა სფეროში თავი გამოიჩინა. სასწავლებელი, სემინარია გახსნა, სკოლა იყო, ქალთა სასწავლებელი, საშუალო დასი გაიზარდა თვითონ. ხდებოდა ახალი ტაძრის აღშენება მე-19 საუკუნეში და ძვლის აღდგენა. ანუ არქიტექტურად, ხატრობად, პედაგოგიური მოღვაწეობა, ქველმოქმედება, მოკითხვა გაჭირებულების, პატიმრების. ეს ჩვენთვის არის მაგალითი. ქრისტიანებს რომ ჩვენც ასე უნდა ვზრუნავდეთ, რომ გავამართლოთ სახელი ქრისტიანისა, რომ ქრისტიანები ვართ. ქრისტიანი არის, ვინც ქრისტეს მიბაძავს. როგორც მოციქული პავლე ამბობს, მომბადეთ მივით და მე ბაძავ ქრისტესო. აი თუნ წინათა ცხოვრება იმიტომ გჭირდება რომ ჩვენ მიბადოთ მათ და მინახოთ რომ შორეულ ტარში კი არა პირველ, მეორე, მესამე, მეხუთე საუკუნეში არა. აი საუკუნე ახალეს წინ იყო. მე-19 საუკუნის ბოლოს აღესრულა, მე-20 საუკუნე და აგერ საუკუნე ახალი გავიდა. მაგრამ შეიძლება მაშინ მიემხრებული მეფე იყო თუ ვთქვათ ეკლესია განსაკუთრებულობაში ღმერა დევნა განიცადა ეკლესიამ და დარბევა ტაძრების დანგრევა დახურვა და სამდელოვის დევნა ფერმონაზობის დევნა რეპრესია გადასახლება დახოცვა გადაიტანა ეკლესია მეს მაგრამ უფალმა აღადგინა ისე და ეს ვით დევნი და ეკლესიას მე თვითონ მოდი ეკლესიაში რომ დაგლოცე მამო დაგლოცე გაკურთხეთო ხოდა თავის წინაპრების თავის თაობის იმას შენდობაში ხოდა ბერმა კიდე მიტაცებულ ტაძრებიდან ნივთებით დააბრუნა ეკლესიაში ზოგმა ხატი ზოგმა ბარძიმი ზოგმა სამოსის ნაწილი და ასე შემდეგ წიგნებით ის აუცარი წაიღეს და რასაც რატო წაიღეს უნესეს ბიბლიოთეკა თბილისში მაშინ რექტორი იყო ნოდარ ამაღლობელი მისი შვილი არჩილი ხაფხაზის დაიღუპა და აკადემიის სემინარის თბილისში შემოწე 10,000 საშუალო ლიტერატურა წიგნი საფრთხისმცემლობით იყო ცხოვრებაც იყო სალადარიგებანი იყო და ხდებოდა ბიბლიოთეკა გადატანა ძველი კორპუსიდან ახალ აშენებულ კორპუსს ცალკე კორპუსს ბიბლიოთეკის ააშენეს და ხო რომ ცოდაო ხა რამდენი 10 წელია დევსო კაცი თითი არ დაუკარებიაო ისე თქვენ გამოგადგებათ ესა და მე თქვა რომ იქ უფრო მეტიც არისო მაგრამ ეხლა ამ ეტაპზე მე უკვე თვითონ აღარ იყო მე არის უწლები იყო და დარჩა ესე მაგრამ აი ესე რომ ეკლესია ყველასათვის არის მაგრამ ყველა ეკლესიის წევრი ვერ ხდება რატო იმიტომ რომ არ უნდა ქრისტეს მიერ ცხოვრებით იცხოვროს იმას ანგარება აქვს იმას ხათას თვითნებობა აქვს იმას ავაზაკობა აქვს და მოწყალების გაცემა ეზარება თუ ენანება ხო და მოდის ჩვენ იდა გავრიელის ხსენებით ჩვენ თავსაც შევახსენოთ რომ ჩვენს მართებს მიბაძოთ წმინდანებს მოციქულის გავრიელ ეპისკოპოსს და ასე იყოთ ჩვენ ერთგულნი ღვთისა და ეკლესიისა